დიდ თოვლობისა და ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. განსაკუთრებით უჭირთ დაუსახლებელ ადგილას მცხოვრებ მიუსაფრებს. შიმშილისგან დაუძლურებული ცხოველები დაავადებას, ტრაუმას და ინფექციას ვერ უმკლავდებიან და იღუპებიან. ავტომაგისტრალებზე მიტოვებულები შიმშილთან ერთად ებრძვიან ჰიპოთერმიას, მოყინვას, გაუწყლოებას და დაავადებებს. ცხოველთა მოყვარულები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზოგიერთმა მიუსაფარმა ვერ გაუძლო მკაცრ სიცივეს და დაიღუპა. დადასტურებული ფაქტია, რომ შიერ ძაღლს სიცივეში 17 საათამდე შეუძლია სიცოცხლე. კატას კი უფრო ნაკლები. ცუდ ამინდში მათი სხეული გაცილებით მეტ კალორიას წვავს გასათბობად. შიერ ცხოველებს სიცივე კლავს. ყინვასთან გამკლავება მიუსაფრებს განსაკუთრებით ღამით უჭირთ. დაუძლურებულების საკვებს და მშრალ ადგილს ეძებენ. სოციალურ ქსელში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და ცხოველთა მოყვარულები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დახურულ სივრცეში გასათბობად შემოსულ ცხოველებს მისცენ საშუალება გადაურჩნენ ყინვას, შეაფარონ თავის სადარბაზოებს და კარი გაუხსნან მიუსაფრებს. დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ცხოველთა მოყვარულები მიუხედავად სტიქიასთან ბრძოლისა და დიდ თოვლობისა, ყოველდღე აკითხავენ დაუსახლებელ ადგილას მყოფ ძაღლებს, უმსუბუქებენ მძიმე ყოფას და ეხმარებიან საკვებით და სასმელი წყლით. რამდენიმე რჩევა მოგცა ექიმმა ვეტერინარმა ირაკლი ნარჩემაშვილმა, თუ როგორ დავეხმაროთ მიუსაფრებს კაცრი სიცივის დროს. რისკის ქვეშ არიან, რა თქმა უნდა, ლეკვები, რომელსაც მეძუძურები ყველაზე რისკის ქვეშ არიან. რისკი არსებობს, რომ რამე ინფექცია იკიდონ ამ დასუსტებულ ფონზე და ორგანიზმის გადაციების შემთხვევაში კიდევ უფრო დამძიმდეს ცხოველის ორგანიზმი. არის კიდე დაავადებები, რომლებიც მიმდინარე აქვს ცხოველს, თქვა ლეიშმანიოზი აქვს, ან ვირუსული ენტერიტი არის, ან სისხლის პარაზიტების, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ცხოველის მდგომარეობას და უფრო უჭირთ თქვა ამ ცივი ზამთრის გადატანა და ასაკოვნებით ინვალიდებს, რომელსაც მოყინვის რისკი არსებობს, რომ რომელიმე კიდური მოიყინოს და შემდეგ წავიდეს უკვე პროცესები, რომელიც მერე საბოლოოდ ცუდად დამთავრდეს. ყველაზე კაი ვარიანტი იქნება, რომ ვისაც სახში ან ძველი ტანის ამოსი აქვს, ან ძველი მორჩენილი რაღაცა, თქვათ ფიცრის ნაჭერი აქვს ან რაღაცა, მაგისგან შეძლო რაღაცა მშრალი ადგილის შექმნა ცხოველისთვის, სადაც შეძლებენ იმ რაღაცა თბილის დაფარებას, რომ ცხოველი მოთავსდეს და ასე თუ ისე თბილად შეძლოს ყოფნა. ასევე წყალი და საკვები აუცილებლად, ვისაც რისი საშუალება იქნება, რომ აი ქუჩის ცხოველებს, რომ თუნდაც ელემენტარული ან პური კონდეს სახში, აი 2 დღის ნადები პური რო კონდეს, ისიც კი თქვათ დაეხმარება ცხოველს, რომ ეს ზამთარი როგორმე გადაიაროს. საკვები, წყალი, მშრალი და თბილი ადგილი დასაძინებლად სჭირდებათ როგორც მიუსაფარ, ისე პატრონიან ცხოველებს. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ცივ ამინდში, როდესაც მიუსაფარ ცხოველს ყვებავთ, ამით რამდენიმე დღით ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს და ვუმსუბუქებთ მძიმე ყოფას. ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის საუკეთესო დახმარება მათთვის მზრუნველი პატრონია. თუ კი 4 ფეხა მეგობრის ოჯახში მისაღებად მზად ხართ, აუცილებლად აიყვანეთ მიუსაფარი. ერთად დავაპუროთ მიუსაფრები და გადავარჩინოთ ტანჯვით სიკვდილს. ჩვენ ყველა ერთად თათების იმედი ვართ.